ესა, მესა, გადის ესა. კაი გამარჯობა. მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე და აგვისტოა, 15 აგვისტო და დღევანდელი ლიპარასკევება მინდა რომ ზუსტად აგვისტოს ამბებს მიუძღვნა. აგვისტოს ამბებში გულისხმობ აგვისტოს ომს, სამაჩაბლოს ომს გულისხმობ ამ შემთხვევაში, სამაჩაბლოში დატრიალებულ ომს, რომელიც 17 წლის წინ მოხდა. და კიდევ მეორე ომს, აფხაზეთში მომხდარ ომს, იგივე მტრის რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 33 წლის წინ ისიც აგვისტოში დაიწყო. და ორ წიგნს მინდა შევეხო და ორი წიგნი გაგაცნოთ, გაგახსენოთ, ერთი უფრო ახლოდან და მეორეზეც ცოტათი ვილაპარაკოთ, ეს არის თამთა მელაშვილის გათვლა, წიგნი, რომელიც სამაჩაბლოს ომს ეხება. თამთა მელაშვილი არის ავტორი კიდევ სხვა ძალიან მაგარი წიგნების, როგორც არის მაგალითად გერმანელები საქართველოში, ან შაშვი მაყვალი, აღმოსავლეთით და კიდევ ბევრი სხვა. თავისი ენა აქვს, თავისი სტილი აქვს, ძალიან გემრიელად, წერლურად და ძალიან პროფესიონალურად წერს თამთა მელაშვილი, თანამედროვე ავტორია. ერთ-ერთი ღრმად პატივსაცემი და კარგად მთხრობელი ავტორი ქართულ ლიტერატურაში. თან დოკუმენტალისტიკას ძალიან კარგად აღწერს და ამხატრულებს კიდევაც. მოკლედ ეს არის სამაჩაბლოს ომზე წიგნი გათვლა, რომელიც თინეიჯერ გოგონებზეა, როგორ ხედავენ თინეიჯერი ბავშვები ომს და მეორე წიგნი, რომელსაც გულისხმობ, ის აფხაზეთის ომზეა და არის ირაკლი კაკაბაძის, იგივე იაკი კაბეს წიგნი, რომელსაც ქვია გამოსვლის წიგნი. ორივე წიგნი, ესეც და ის წიგნიც, ბევრ ენაზეა თარგმნილი, რამდენიმე ენაზეა თარგმნილი და ძალიან სასიხარულოა, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც გაიგებენ იმ ამბებს, რაც ჩვენთან ხდებოდა და ეს მხოლოდ ჩვენთვის არ ხდებოდა და ისინიც გაიგებენ ჩვენი მტერი ვინ არის და როგორ მოქმედებდა ეს მტერი. მოკლედ ეს წიგნი გათვლა, თამთა მელაშვილის გათვლა არის კონფლიქტის ზონაში მომხდარ ამბებზე 13 წლის გოგონების ამბებია და თხრობა არის ახლობით თითქოს დღიური სტილში არის თხრობა და დღეებია გამოყენებული, მაგალითად პარასკევი, ხუთშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და ყველა დღეს რაღაც ხდება, რაღაც ამბები ვითარდება, როგორც ცდილობენ ომის დროს ჩარჩენილი კონფლიქტის ზონაში გადარჩნენ ადამიანები, როგორ ეიმედებათ, რომ რაღაც მოხდება, როგორ არიან ზრდასრული ადამიანის გარეშე, მამაკაცის გარეშე დარჩენილები, ყველა ახალგაზრდა ომშია, ქვეყანაც ომშია და რა ხდება მათ გარშემო, როგორი დაუნდობელია ომი, დაუნდობელია ბავშვების მიმართაც. საკმაოდ გემრიელად ნაწერი წიგნია და ამ გემრიელობასთან ერთად საკმაოდ სევდიანიც. ერთ-ერთი თავი წავიკითხოთ, მოდი დღეს ამ წიგნიდან, მაგალითად, რადგან ლიპარასკევება იყოს პარასკევი. შეხედე, ეხლა ნინცომ თქვა, იმ ფანჯარაში მარტო შენ თუ გაეტევი, მიწაზე ვიყავით დახრილები, მრავალ ძარღვავს ჩიჩქნიდით, გაგიმართლა, ძალიან გაგიმართლა. არაფერი მithქვამს, მიწაზე ვიყავი დახრილი, მრავალ ძარღვავს ჩიჩქნიდი. ესე იგი მისმინე ეხლა 12-მდე მოსვლაჭობს, 12-მდე ცვლიან ეგენი გუშაკს. მერე უფრო საშიშია. რაღა მაინც და მაინც ამ აფთიაქთან ააშენეს ეს საგუშაკო. მე ვთქვი გული მერეოდა. გველესიანებზე დიდი სახლი მე მქონდა თუ შენ. ნინცომ თქვა აფთიაქი ზედა აქვს და მაღაზია. მისმინე ეხლა. უფრო ახლოს მოიწია. კარგად მისმინე, მაგათი უკანა ეზოდან შეხვალ იმ ახვრული ტუალეტის ფანჯრიდან. გადაძვრები. ფრთხილად იყავი. მინა არ ქონდა შერჩენილი, ზედ არაფერი შეატოვა. ჩაიფხუკუნა. ნინცო მე ვთქვი, გთხოვ გული მერევა. ხო, კაი, ნინცომ თქვა, რო შეხვალ წესით მარცხნივ უნდა წახვიდე. დერეფანს გაევლი მანდ და გადახვალ მაგათ აფთიაქში. ბავშვთა ყვება ხომ გახსოვს? ხო და რომ შედიოდი მარცხნივ გქონდათ. ხო, მე ვთქვი, ანუ ჩემგან მარჯვნივ. ხო, იქ იქნება, ნინცომ თქვა. ესენი მაგას რაში იხმარდნენ? არ გავიდეთ? მე ვთქვი გული მერეოდა. ხო, გავიდეთ, თორე შეგვამჩნევა. ნინცომ თქვა, მიწიან ხელებზე დაიხედა. ფუხ, რას მიკავს ფჩხილები. ერთი შეხედე, კალათები ავიღე და სწრაფად წამოვედით. ნინცო, ცუდად ვარ, მე ვთქვი, გავჩერდი. ახლა ძალიან ცუდად ვარ, მარწყევს. ნინცომ კალათა გამომართვა. ხელი მომკიდა. დაიცა, ნუ გეშინია, მოდი აქეთ შევიდეთ. საბავშვო ბაღის ეზოში შევედით.
შენ გადი, მე ვუთხარი, კაი ვიქნები რა იყო, იმან თქვა, ნარწყევი აღარ მინახავს, გადი ნინცო თხოვე, კაი გავალ, ნინცომ თქვა, ვეღარ გავძელი, საქანელების წინ ვარწყიე, ნინცო ახლოს მიწაზე იჯდა, მრავალ ძარღვას არჩევდა კალათშივე, მოგეშვა, მითხრა, მოგეშვა მაინც, ისე რა, მე ვთქვი, რას ჭამ რომ არწყევ, აბა რა ვიცი, მე ვუთხარი, გადავაფურთხე, მოდი აქეთ მოიწიე, ნინცომ თქვა, დანარჩენი გითხრა, კალათას შეეშვა, წამოდგა, წყალი მინდა, მე ვთქვი, წყალი მე აქ წყალი საიდან მოგიტანო, ნინცო დამტრეულ საქანელაზე დაჯდა, რას მიყურებ, დაჯექი მეორე მხრიდან გავაქანაოდ, ნინცო, წეღან ვარწყიე, მე ვუთხარი, მიდი რაც ქნაფი გეხვეწები, დაჯექი, დავჯექი, ფერი არ გადევს, ნინცომ თქვა, მიწას ფეხი დაკრა, საქანელა გააქანა, არ ჭრიალებდეს მაინც, მე ვუთხარი, მისმინე იმან თქვა, რომ გამოხვალ, მე იქვე ახლო-მახლო ვიქნები, აი თქვათ მოხდა რამე და შეგვნიშნეს, ისევ კრა ფეხი, რა ვიცი, სიბნელეში ვერ ვეგონოთ, ვინ ვეგონოთ, თუ რაღაცა სროლა არ დაიწყონ, სროლა თუ რომ არ დაიწყონ, თუ რაღაცა და რამე საფრთხე იქნება, კივილი უნდა დავიწყოთ. გაიგე? უნდა ვიწივლოთ, რომ ჩვენ ვართ, ბავშვები ვართ, ჩვენ არ გვესვრიან, მიხვდი? რას ვამბობ? რა იცი რომ არ გვესვრიან? მე ვუთხარი ომია, არ გვესვრიან მეთქი გეუბნები. ნინცომ თქვა, რაღაცნაირად ჯიუტად გაიმეორა. მომეცი სიგარეტი, მე ვუთხარი. რად გინდა? კიდე ვარწყევ, შეეშვი. მინდა, მომეცი. ახლა მე დავკარი მიწას ფეხი და გავაქანე. არ გვესვრიან, ნინცომ თქვა. სიგარეტი მომაწოდა. თავარია ვინმე სხვა არ ვეგონოთ. თუ დაგვიჭირეს, არც არაფერს გვიზამენ, არც არაფერს აგვართმევენ. ის სისფერ თვალება თუ იქნა მით უმეტეს, მიცნობს. ნინცო, მე ვთქვი, რა იყო ნინცომ თქვა? ველიდან რომ გადავიდეთ, შიგ გაქვს, ნინცომ თქვა, ვერ ახიდა მაგულს არავინ ეკარება, ესენიც კი. ნაღმები რო ამათ პირველად იგებ? ხო, რავი, მე ვთქვი, თვალი ავარიდე, თორემ მანდიდან გასვლა ყველაზე ადვილი იყო. ტყეც არის, ნინცომ მე ვთქვი, რომ გვესროლონ, არ გვესვრიან, სიგარეტი ისროლა, წამო გავედით. რომ გვესროლონ, მე ვთქვი, ის კაცი გახსოვს, ხევში რომ ვიპოვნეთ, ნუ მახსენებ რა მაგაცის თავს და ტვინს დილას აღამოს ნინცომ იკივლა. მარწყევს, შიშარა ხარ, მეტი არაფერი. მე ვერ გავეტევი იქ, თორემ მე გადავიდოდი. შენ რაში დამჭირდებოდი? თუ არ შეგიძლია თქვი და რაღაცას მოვიფიქრებ. სხვას, თუ არ მოგიკვდათ ეგ ბავშვი მანამდე. ავდექი. წავედით, მე ვთქვი, ნინცოს უცებ სახე შეეცვალა. რა პატარა ხარ ცქნაფი, ჩუმა თქვა. ცოტა ხნის მერე თქვა, ახლა კი სულ დაპატარავდი. კაი ბოდიში მაპატიე, ასე არ უნდა მეთქვა. აქ ვთავრდება ეს ამბავი, თინეიჯერები თავის მეგობრები ცდილობენ რომ გადარჩნენ ომის დროს და გადარჩნენ ომის საშინელებებში. დღესაც აგვისტოა, როგორც ჩვენი ლიპარსკება დავიწყე, ახლაც ომია, ოღონდ უიარაღო ომი, საინფორმაციო ომი, ისევ ყავს ქვეყანაში უკანონო პატიმრები, ტერი ისევ იგივეა, ისევ რუსეთი. და დღეს ორი ამბავი მოხდა, ერთი უკანონო პატიმარი გაათავისუფლეს, უდანაშაულო ცნეს, თედო აბრამოვი და ულოცავ თავისუფლებას და მეორე უკანონო პატიმარს დავით ხომერიკს 4 წელიწად ნახევარი მიუსაჯეს და თავის საბოლოო დასკვნით სიტყვაში ესეთი რამ თქვა, ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს. და გვახსოვდეს, რომ თავისუფლება, როცა ჩვენთვის რამეს ნიშნავს, არ დავნებდეთ, გვახსოვდეს უკანონო პატიმრები, მალე თავისუფლება უსურვოთ მათ, თავისუფლება უსურვოთ საქართველოს და ჩვენს შვილებს, უკვე თინეიჯერებს, ცოტა მოზრდილებს, უკვე ნელ-ნელა შეგვიძლია გავაცნოთ ომზე წიგნები, კიდევ ბევრი სხვა წიგნია ომზე, გარდა თამთამელაშვილის გათვლისა, ან იაკი კაბეს გამოსვლის წიგნისა, არის თამრი ფაკაძის გიო და კიდევ ბევრი სხვა წიგნი, რომელსაც თუ მოგესურვებათ კომენტარებშიც დაგიწერთ. დიდი მადლობა, შევხვდებით შემდეგ ლიპარასკევებას. კარგ ქვეყანას გისურვებთ. ნახვამდის. მადლობა.